გამარჯობა ბატონო ალექსანდრე. ეს ირაკლი ღარიბაშვილის სიწეა. ეს კი 300,000 ლარიანი 2022 წლის გამოშვება მაზერატ გიბლი, რომელიც ექს-პრემიერის დის ქმრის ავტოფარეხში ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში გამოჩნდა. ბატონო ალექსანდრე, თქვენთანაც იყვნენ ჩხრეკაზე? როგორც ოჯახის წევრის თქვენი სახლიც გაჩხრიკეს, ბატონო ალექსანდრე? არ ვსარგო რა. ალექსანდრე დოლიძე ცოლის ძმის პრემიერობისას ყოველთვის მჭერმეტყველი და ხშირად აგრესიულიც იყო. მას შემდეგ რაც ივანიშვილის სამართალმა მის ოჯახსაც მიაკითხა, დუმილის რეჟიმში ყოფნა გადაწყვიტა. იმ ნივთებიდან რამე თქვენი სახლიდანაც იყო ამოღებული ბატონო ალექსანდრე, რაც ვნახეთ? ასე გირჩიეს, რომ დუმილი ჯობია ახლა? ალექსი დოლიძეს 22 ოქტომბერს მივაკითხეთ. ეს ის დღეა, როდესაც ორგზის პრემიერი სუსში დაიბარეს და პირველივე გამოკითხვაზე დანაშაული აღიარა. თუმცა ამ დროს ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ძალაუფლების 8 წლიანი სტაჟის მქონე ღარიბაშვილი იტყოდა იმას, რასაც შაბათის ეთერი 5 წლის განმავლობაში ყვებოდა. სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ პრემიერი თურმე ღვინის ბიზნესს აკეთებდა. მალავდა, არალეგალურ შემოსავალს იღებდა და მიღებულ მილიონებს სახლში ქეშად ინახავდა. ჩხრეკისას ამოღებული 7 მილიონიდან 6 მის სახლში უნახავთ. მათ შორის ტანსაცმლის ჩემოდანში ნაპოვნი დოლარების დასტებიც. ახლა მივდივართ მის სამართზე, სადაც ექს-პრემიერის უახლოესი გარემოცვა ცხოვრობს და სადაც დიდი ალბათობით ჩხრეკაც უნდა ჩატარებულიყო. ეს ონიაშვილის პირველი ნომერია. კორპუსი საბურთალოს შუაგულში, სადაც ექს-პრემიერის და თეა ღარიბაშვილი და ცოლის და ნათია თამაზაშვილი ოჯახებით ცხოვრობენ. საცხოვრებელი აპარტამენტები მათ სახელზე ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაფორმდა და ამის შესახებაც კითხვები შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასვეს. გაჩუქა თუ არა უძრავი ქონება ვასილ ბოლაშვილმა, ბატონო ირაკლი? საწოდავი. მე დარიელი ვარ ჯგუფელები. ჩემი შვილის ნათლია. ტარიელი, ბატონი ტარიელი? ტარიელი. შევიდნენ თუ არა ერთ დროს პრემიერის მიერ კონტროლირებადი უწყებები ჩხრეკაზე მთავრობის ყოფილი მეთაურის დისა და ცოლის დის სახლებშიც. ფაქტის უარყოფა ნათია თამაზაშვილს უჭირს. ის იურისტია, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ზუსტად იცის, როგორი პასუხისგაცემა სჯობს ასეთ შემთხვევებში. ჩხრეკაზე თქვენთან იყვნენ თუ არა? 2012 წელს ხვდებით რა ადრესატები არ ვართ ჩვენ მაკითხვის და ბატონო ოჯახის წევრებთანაც ვიყავით და გარემოცვასთან და მაგიტომ ისწავლეთ ამ შეკითხვას. ანუ თქვენთან არ ყოფილან? ღარიბაშვილის ცოლის დას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ იმას კი თამამად გვეუბნება, რომ სათქმელი ბევრი დაუგროვდათ. თავშეკავებული პასუხები კი ამ ეტაპზე როგორც ჩანს დასაჭერად გამზადებული პრემიერის გარემოცვის მხრიდან თავდაცვის უკანასკნელი სტრატეგიაა. ახლაც არ გაქვთ არაფერი სათქმელი? სათქმელი ყოველთვის. ხო და 2012 წელს ხომ ამბობდით ქალბატონაცი თქვენ რომ ხო და ჩვენც გვინდა რომ გაიგო. ხო და გაირკვევა სიმართლე და დაველოდოთ. თამაზაშვილის დაჭერა 2012 წელს იყო პოლიტიკური დაკვეთა და უსამართლობა. ნამდვილად იყო პოლიტიკური დაკვეთა. ახლა არაფერი არ გაქვთ სათქმელი, ახლა სიმართლე გაირკვევა. სიმართლე ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში გაირკვა. დინარაძის უწყებამ ემზარ გაგნიძის პირით გვითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. აღიარა ის, რასაც შაბათის ეთერი წლების განმავლობაში ყვებოდა და რის გამოც ხშირად ფიზიკურადაც გვისწორდებოდნენ. ეს ის ქარხანაა, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილი მალავდა. ამას უყვებოდით ჩვენ 3 წლის წინ, რის გამოც მაშინ სასამართლოში გვიჩივლეს. ახლა კი დიდი ალბათობით თავად მოუწევთ გამოძიების შეკითხვებზე პასუხისგაცემა. როდის იყიდეთ ეს ავტომობილი? არალეგალურად მიღებული შემოსავლებით უყიდია გამოძიების ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილს ეს ძვირადღირებული ავტომობილებიც. ტყუილი ყოფილა პრემიერის მიერ დეკლარაციაში ჩაწერილი მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 150,000 ლარის ამბავიც. ბატონო ირაკლი, ჩვენი ყველა ჟურნალისტური გამოძიება სიმართლე ყოფილა, ახლა რა სიტყვით? ამ მძიმე დანაშაულებს დამტკიცება არ სჭირდება. ჩადენილს ირაკლი ღარიბაშვილი თავად აღიარებს. თუმცა პრივილეგირებული ბრალდებული ოცნების მართლმსაჯულებას სასამართლოს უკანა კარიდან შემოყავს. 9-დან 12 წლამდე პატიმრობას უქადის, თუმცა მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ციხის ნაცვლად სახლში უშვებს. თან ისე რომ მანდატურები თავის დაკვით აცილებენ.
რატომ არ ხდება დაკავება ამ მასშტაბის დანაშაულზე? ადამიანი თანამშრომლობის გამოძიებასთან აღიარებს ბრალს, არ ემალება გამოძიებას და შესაბამისად იჩენს კანონმორჩილებას. პატიმრობა როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენება არსებული სამართლის საფუძველზე სტანდარტების მიხედვით. ასეთ პრეცედენტი. აი მაგალითად შეგიძლიათ მითხრათ. მე ხა ესე მაგალითებზე თქვენ ვერ დავიწყებ საუბარს. მირეკლი ღარიბაშვილს 3 ადვოკატი ჰყავს. ისინი ერთ-ერთში ეთანხმებოდნენ ბრალდების მხარეს და ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყანაში მშვიდობის მომდანი ღარიბაშვილი დადებითი პიროვნებაა. არწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პატიოსანი კაცი, ამ ქვეყნის პატრიოტი, გულწრფელად ნანობს. შვილის სინანული ბიძინა ივანიშვილთან ციხეს გადარჩება? არა, მე რა შუაში ციხე. ან თქვენ გამორიცხავთ რომ დაიჭერენ? რა თქმა უნდა. ორჯერ გადამდგარი პრემიერის სინანულის პარალელურად სუსი და პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში ბრიფინგზე მართავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად შეგვახსენონ, რომ გაჩხრეკილი და დაკავებული პირები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამიტომ შაბათის ეთერი იწყებს მოკვლევას, ვინ არიან ადამიანები, ვისის სახლები და სეიფებიც ამ დრომდე გაურკვეველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს. გაიჩხრიკა მოქალაქეების, ვანო და თორნიკე პარკაულების და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. მაყურებელმა შესაძლოა ეს გვარი ყოფილი მაღალჩინოსნების გვერდით პირველად გაიგო, თუმცა პარკაულებს საგურამოში ყველა იცნობს. თორნიკე და ვანიკო ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ერთი სუსში, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში. მამა გოჩა პარკაული შევარდნაძის დროიდან საგზაო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. ციხეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ქრთამის აღების ბრალდებით ჩასვა, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და პარკაულების გვარი უკანასკნელად მხოლოდ ჩარშან საბა სკვიტარიძის დაკავებისას გაჟღერდა, როცა ვანიკო პარკაულმა საბა კინაღამ დაახრჩო. თუმცა პარკაულებს საგურამოში სხვა კუთხით იცნობენ. აქ იციან, რომ ისინი განკარგავენ მიწებს. მათი საკუთრებაა სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილიც. საგურამოში გვიყვებიან იმასაც, რომ გავლენიანი ოჯახის საკუთრება გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებაც. ავტობუსის მოსაცდელის ნაცვლად აქ ახლა ხორცის მაღაზია დგას. მიმდებარე გაიკეთეს და იგი რა ადამიანი გაყიდა. და მიმდებარე გაიკეთეს რას ნიშნავს? ესე შეუძლია ყველას გაიკეთოს? თუ არავინ არ ყავს მომჩივარი შეიძლება და ამ პარკაულებს კიდე ვერავინ ვერ უბედავს ხო გას ჩივილს საგურამოში. გოჩამ ბევრი ნაკვეთი იყიდა. ნაყიდი და მცხეთის მერიის გადაწყვეტილებით დაკანონებული მიწებიდან ერთ-ერთზე საგურამოში ყველაზე გავლენიანმა ოჯახმა საცხოვრებლად ეს ადგილი არჩია. უზარმაზარ გალავანთან მიახლოებისას უკვე ხვდები, რომ საქმე საგურამოს რიგით მცხოვრებთან არ გვაქვს. ესეც კიდევ ერთი კამერა. ვეღარ ვითვლი უკვე ბერამდენია. ჭიშკრამდე ჭკვიანი კამერები გვაცილებენ. თავი პარლამენტთან მგონია. შესაბამისად ჭიშკარს იქით უკვე იციან, ვინ ვართ და კართან მხოლოდ ძაღლს უშვებენ. აეროგადაღების კამერაში კი აუზთან, სამსართულიან სახლთან და გამწვანებულ ეზოსთან ერთად ნათლად ჩანს, რომ 3 ავტომობილიც დგას და სახლში ნამდვილად ვიღაც არის. ჭხრეკა აქ ჩატარდა? არის ის მოვიდო მანქანა გადიოდა. ანუ სამართალდამცავები გადიოდნენ რომ მოხვედით, ერთი მანქანა იყო? რას ეძებდნენ ყოფილი და მოქმედი პოლიციელების ოჯახში? ამ კითხვის დასმა ოჯახის უფროსთან, ვანიკო და თორნიკე პარკაულების ბაბუასთან მოვახერხეთ. არ ვიცი რას ეძებდნენ, გაუჩხრეკნიათ თბინა და მეორები ყოფილა, გავიცი. გაუშინგინიათ სულაკ კედლები, ისა და ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც სუსი სახლში ჭხრეკაზე შეუვარდა, პოლიციელმა ვანიკო პარკაულმა, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდა, პატაკი დაწერა. თვითონ დაწერა პატაკი და გამოვიდა. აი ეს ჭხრეკვაზე რო იყო მის მერე. ჭხრეკის მერე დაწერა პატაკი? დაწერა თვითონ გამოვიდა. მეორე შვილი ლილუაშვილმა გამააგდო 2 წლის წინ. ანუ კარგი ურთიერთობა არ ქონდათ? არა. აბსოლუტურად არა. 2 წელიწად უმუშავარი დატოვა. ამ ინტერვიუთი გამოირიცხა, რომ გამოძიებას პარკაულების ლილუაშვილთან დაკავშირება სურდა და მათთან ამიტომ შევიდნენ. ოჯახის უფროსი ფარცხალაძესთან კავშირსაც გამორიცხავს. თუმცა ამასთანავე პარკაულები ირწმუნებიან, რომ მათი სახლიდან 1 ლარიც კი ვერ ამოიღეს. რა წაიღეს? არაფერი არ წამოვიდა. არაფერი? აბსოლუტურად.
ანუ ის ნივთები რაც ტელევიზორში აჩვენეს თქვენების არაფერი არ არის? ბრალს როგორ დაძებენ, როცა სახლიდან ვერაფერი ვერ ნახეს. აი ეგეთი ხედი რა. არაფერი არ წაუღია. აბსოლუტურად არაფერი. რომ შოვდნენ არჩევნებს ჩვენ დავეხმარეთ მაგათა და ეგრე გამოიყენეს მე თავრობამ. ხო არა, ეგრე გამოიყენეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, პარკაულები ახლო მეგობრულ კავშირში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან თემურ კუპატაძესთან და მირიან ქავთარაძესთანაც. ქავთარაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნიკა მელიამ დაკავებების დროს უკბინა. ვაკეთებ ზუსტად. იკვეთება კიდევ ერთი კონტაქტი, რომელიც შესაძლებელია გამოძიების ინტერესის საგანი იყოს. ვაკეში, ფალიაშვილის ასათში მდიდრულ და ძვირადღირებულ ჭურჭლის მაღაზია მაიზენში, სუსის ყოფილი თანამშრომლის თორნიკე პარკაულის ცოლს ვეძებთ. ანა ხუფენია აქაურობის დამფუძნებელი და მფლობელია. სანდო წყაროს ცნობით, ხუფენია და პატიმრობაში მყოფი ექს-მაღალჩინოსნის რომეო მიქაუტაძის ცოლი მეგობრები არიან. არ არის გამორიცხული ოცნების ძალოვნებს კითხვები და ეჭვები ამ მიმართულებითაც გასჩენოდათ. არ არის დღეს ადგილზე. ჭხრეკის შემდეგ არ ყოფილა, ანუ მაგის სახში რომ ჭხრეკა ჩატარდა? არა, ხო. ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში ვცდილობთ სხვა კონტაქტების დადგენასაც. კონფიდენტი გვატყობინებს, რომ გაჩხრეკილი პოლიციელების ოჯახი კავშირშია ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელთანაც. დავით ველიჯანაშვილი, პარკაულები და თემურ კუპატაძე ოფროუდით იყვნენ გატაცებული და რამდენიმე თვის წინ სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრისას გარდაიცვალა ველიჯანაშვილი. შაბათის ეთერი ჯერ კიდევ 2021 წელს ყვებოდა, რომ ველიჯანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებებისა და ბიზნეს წილების სამალავი იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჭხრეკა გასულ კვირას მის სახლშიც ჩატარდა. დამხმარე ხარ? ანუ ჭხრეკასთან დაკავშირებით ვარ. პარასკევს იყავით აქ? არ ყოფილ ხართ? ხო და პარასკევს იყო ჭხრეკა და ვინ იყო პარასკევს, ვის შეიძლება ვკითხო? ეს სასახლე საგურამოში ახლა გარდაცვლილის სიმამრის სახელზეა. ნანა ჯანაშიაზე მემკვიდრეობით გადაფორმდა ვახტანგ გომელაურის უახლოესი მეგობრისა და ნათელ მირონის სახელზე არსებული ქონებები და ბიზნეს წილებიც. ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ყველა ბინის, მიწისა და სახლის გადაღება ერთ რეპორტაჟში ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. 250 კვადრატული ლისზე ამ ახლადაშენებულ კორპუსში პანორამული ხედით თბილისზე. 322 კვადრატული მეტრი კერძო აპარტამენტი ასევე ლისზე. კომერციული ფართები, მიწები მცხეთაში, საგურამოში, წეროვანსა და სოფელ დიღომში. ბინები თბილისის სხვადასხვა რაიონში და ქონება ბათუმში. წილები 8 კომპანიაში, მათ შორის სამშენებლო და სათამაშო ბიზნესში. და ეს ყველაფერი არ არის. ვპოულობთ სასახლეს გომელაურის გარდაცვლილი მეგობრის სიმამრის სახელზეც. აუზი, კალათბურთის მოედანი და უზარმაზარი მწვანე ეზო არაფერია იმასთან, რაც ეზოს ორ სხვადასხვა მხარეს გვხვდება. ამ მასშტაბის ავტოპარკი ერთ ეზოში ჩვენი აეროგადაღების კამერასაც კი არასდროს გადაუღია. მაიბახი, კადილაკი, როლს-როისი, რუბიკონი, მერსედესი GL, ჰიუნდაი, ტოიოტა ეს ყველაფერი იმ ოჯახის საკუთრებაა, რომელსაც 2018 წლამდე არაფერი გააჩნდა. ვახტანგ გომელაურის მეგობარს თემქაზე ამ ძველ კორპუსში მხოლოდ მშობლების სახელზე გაფორმებული ეს ბინა ჰქონდა. 2018 წლიდან კი მას შემდეგ რაც სუსიდან წამოვიდა, დავით ველიჯანაშვილის სახელზე ჩნდება მრავალმილიონიანი ბიზნესების წილების საჩუქრად და ქონება, რომლის ნაწილიც დღეს ამ რეპორტაჟში გიჩვენეთ. ალბათ ნანასთან რომ დამაკავშიროთ შეგიძლიათ? ვერ დაგაკავშირებთ მე ნანასთან, არა მაქვს უფლება რომ მკითხოთ უბრალოდ თქვენ რომ მკითხოთ ქალბატონ ნინა. ჩემი ნომერი თუ ამოიღეთ ნანას უნდა. ვერ არ არის ქალბატონ ნანასი ვერ ამოვიღეთ, თორე თქვენ არ დაგირეკავდით. ძალიან კარგი რომ ვერ ამოიღეთ. ესეთი არ უნდა ამოიღოთ. აკაკი ყავი გენებს ვერ კარგად. სატელეფონო ხაზზეა ნინო ჯანაშია, დავით ველიჯანაშვილის ცოლის და ის გვეუბნება, რომ ჭხრეკის შესახებ არაფერი გაუგია და ინფორმაციის გადამოწმებას არც დასთან შეეცდება. არადა, ველიჯანაშვილის სახლში გამოძიების შესვლა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვახტანგ გომელაურის სავარაუდო კორუფციული სქემების გაშიფრვაც დაიწყო. მე თველი მეგონა უფრო სწორად რო გითხრათ. თველი? თველი მეგონა. ხმაური რო გაიგეთ? ხმაური არ იყო. აბა? უბრალოდ რომ მოვედი სახლში. მანქანები დავინახე. და უბრალოდ მე მიხვდით ტელევიზორით. ტელევიზიით მიხვდი. რო ეს სახლი იყო.
ფულს, ძვირფასეულობას და არალეგალური შემოსავლების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ეძებდნენ ოცნების ძალოვანები ამ სახლშიც. ეს უზარმაზარი ტერიტორია და სახლი მცხეთის რაიონში გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის ოჯახის საკუთრებაა. ჩხრეკა აქ და ანდრია ლილუაშვილის კიდევ 3 საცხოვრებელ ბინაში ერთდროულად ჩატარდა. პროკურატურა გვეუბნება, რომ სუსის ყოფილი შეფის უახლოესი გარემოცვის ოჯახიდან 2 მილიონზე მეტი ფულადი თანხა მოიღეს, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი. შაბათის ეთერის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი ნათესავი 23 ოქტომბერს მუხათგვერდის სასაფლაოდან მშობლების საფლავიდან მომავალი დააკავეს. ტრადიციულ ბრიფინგზე ხაზგასმით მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დაკავებული სუსის ექს-შეფთან დაკავშირებული პირია და მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასეთ სასჯელს 194 მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლილუაშვილს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. ვინ არიან მისი თანამზრახველები, ან რა გზებით მიიღო ეს შემოსავალი, ამის შესახებ პროკურატურას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. როგორც ძმები ეგრე არიან. აი რა ნათესაური კავშირი, ეს ნათესაური კავშირია. სოფელშიაც აი ესე ცხოვრობთ. აი ჩვენ აქეთ ჩემდენად მამთის სახლი, აქეთ მაგათ სახლია. ეს ანდრია ლილუაშვილის დედაა და მასთან ინტერვიუ შაბათის ეთერმა 4 წლის წინ ჩაწერა. ჩვენი გუნდი სუსის შეფისა და ანდრია ლილუაშვილის კავშირებზე ჯერ კიდევ მაშინ ყვებოდა. ყვებოდით ქვაღორღის მოპოვებაზე, ჰესის მშენებლობაზე, ნავთობპროდუქტების რეალიზაციასა და სამშენებლო ბიზნესზე. ჯამში 14 კომპანიის მფლობელს გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ამ წლების განმავლობაში გავლენიანი ოჯახის წევრი მფარველობდა. აი, მაგა პარტნიორი პასუხისმგებელი ლაპარაკობს და ვერ გელაპარაკები. ანდრია ლილუაშვილი ასევე არის დიდუბის ავტოსადგურის გამგეობის წევრიც. ამ მასშტაბის ბიზნესის პარალელურად დღეს ცნობილი ხდება, რომ ლილუაშვილის ოჯახისა და კომპანიების საკუთრებაში რამდენიმე ათეული უძრავი ხონებაა. კისერზე დამისვა დანა, არტერიასთან ვარ 1 სანტიმეტრი გადარჩენილი. ანდრია ლილუაშვილის სახელი და გვარი შაბათის ეთერმა სუსიდან გამოჟონილ კრებსებშიც აღმოაჩინა. ჩანაწერები იმდროინდელია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელოვრი ხელმძღვანელობდა. ამ დანოსებით ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი კანონიერი ქურდების მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მზადაა ერთ-ერთი საქმის გარჩევაზე თურქეთშიც კი ჩავიდეს. მე სამაგისო სალაპარაკო არ მაქვს, გამიგეთ, რომ გლეხოვიჩი და გიახომ ჩემთვის სიტყვაზე ვამბობ ავტორიტეტია, ვინა რა არის, ხომ ხვდები? ახლა საქმე უფრო რთულადაა. ანდრია ლილუაშვილის ბედს სტამბოლში ქურდები კი არა, ის ადამიანები წყვეტენ, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ მისივე ოჯახის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი წარმოადგენდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა უნდაცა. იგივე ბრალი წაუყენეს და $1,319,300 ამოიღეს შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის კობა ხუნდაძის სახლიდანაც. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და ძებნაა გამოცხადებული გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის კიდევ ერთ წევრზე, ბიჯიკო პაიკიძეც. ყველა შემთხვევაში გამოძიებამ მთავარ ამბად ის მოგვაწოდა, რომ ბრალდებულები სუსის ექს-შეფთან არიან კავშირში. თუმცა ღიად არაფერი უთქვამს გრიგოლ ლილუაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. თქვენ სახლში იყავით, შხრეკა ჩატარდა აქ? ეხლა დროს გაგედავდა თემში, გამოძიებას ჯერ არც ლექსო თამაზაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე усаუბრია. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღიარებული უკანონო შემოსავლები შესაძლოა ჰესების ბიზნესს და ამ ბიზნესში ჩართულ ექს-პრემიერის ცოლის ძმასაც ეხებოდეს. 59 წლით გადმოგეცათ. ძანგაი ხო? მაშავერას ხეობაში ლექსო თამაზაშვილის მომავლის ენერგიებს 112,000 კვადრატული ტერიტორია ნახევარი საუკუნით დღეში 20 ლარად მთავრობის განკარგულებით გადაეცა. თამაზაშვილი ამ ბიზნესში განკარგულების გამოცემიდან მეორე დღეს შედის, რაც კითხვებს გამომძიებელი ჟურნალისტების შემდეგ სავარაუდოდ გამოძიებასაც გაუჩენს. ესე დაემთხვა, რომ 24-ში წილი იყიდეთ და 23-ში კობახიძემ განკარგულება გამოსცა. მართლა ვიცი, ხა რა გიგოსო. სავარაუდო კორუფციულ სქემაში ტარიელ ღარიბაშვილის გვარიც ფიგურირებს. მაშავერას ხეობაში ჰესის მშენებელ კომპანიას ლექსო თამაზაშვილთან ერთად 26 წლის გიორგი თეთრაძეც ფლობს. თეთრაძე ნახიდურ ჰესის ერთ-ერთი პარტნიორიცაა.
ნახიდურხესში კი ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნეს ინტერესი ოფიციალურად არის დადასტურებული. თუმცა იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილისთვის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის დასადასტურებლად მიმდინარე გამოძიებამაც გამოიყენოს. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომელმაც ხესი უნდა ააშენოს, რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრია. მაგრამ ამ დაკითხვებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ჰესების თემა იყო საინტერესო გამოძიებისთვის ჩვენი ინფორმაციით. ეს გიორგი მიქაუტაძეა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის უკვე ბრალდებული რომეო მიქაუტაძის ძმა. ის მომავლის ენერგიის მეწილე იყო. ახლა მის ნაცვლად კომპანიაში მაია ყურაშვილია, რომეო მიქაუტაძის რძალი და გიორგი მიქაუტაძის ცოლი. კორუფციის ბრალდებით დაკავებული ექს-მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ საკითხითაც დაინტერესდეს. ამ დღეებში თუ იყო დამატებითი კითხვები თქვენთან, თქვენ გამორიცხავთ, რომ შეიძლება ეს ჰესები იყოს რაიმე? არა, მზათავად ყველაფერს არ იყვნენ და თუ მოვლენ გავცეთ პასუხს რა პრობლემაა. 24 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებაც ადასტურებს, რომ ჰესის თემა გამოძიებისთვის მართლაც საინტერესოა. ეკონომიკის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანმა სასამართლოს დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ კომპანია მომავლის ენერგიის გაყიდვის შემდეგ მიქაუტაძემ ამ საქმეში დახმარებისთვის $400,000 მიიღო. ნაწილი ხელზე და ნაწილი მეუღლის ანგარიშზე. ესვილების დასახლება წავკიში, ღარიბაშვილის ახლო მეგობრისა და ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის რომეო მიქაუტაძის ცოლის, ნინო მიქაუტაძის კომპანიის საკუთრებაა. 9 მიწის ნაკვეთსა და ზედაშენებულ ვილებს კომპანია Viewpoint ფლობს. როგორც ჩანს, სახლები თავის დროზე უცხოელებზე გასაყიდად დააშენეს. ახლა მიწას სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს, კანონიკი ამ სტატუსის მქონე მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას პირდაპირ ბრძალავს. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ითხოვდა რომეო მიქაუტაძის ცოლი მიწისთვის სტატუსის შეცვლას, თუმცა რეესტრისგან ყველა ჯერზე უარი მიიღო. ამ უარის დროს მის ქმარს საქართველოს მთავრობაში გავლენები უკვე აღარ ჰქონდა. გამარჯობა. ბატონი მიხეილი თუ არის ჩოხელი? მიხეილ ჩოხელი კიდევ ერთი ფიგურანტია, ვინც გაჩხრიკეს. ვისი სეიფებიდანაც დიდი ოდენობით ფული ამოიღეს და გვითხრეს, რომ ამ პერსონის მიმართ ინტერესი ოთარ ფარცხალაძესთან ახლო კავშირის გამო გაჩნდა. ჩოხელის სეიფებიდან $2,900,000 ამერიკული დოლარია ამოღებული და ფაქტს არც ადვოკატი უარყოფს. ჩოხელის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის ბიზნესმენ მარჯვენა ხელს ამ თანხის წარმომავლობის დადასტურება შეუძლია. ჩხრეკის შემდეგ აღარ გინახავთ? ნუ მეკითხებით ნუ რაფსარ. რატომ? აქ იყავით ჩხრეკაზე რომ მოვიდნენ? გაჩხრიკილებს შორის ყველაზე საინტერესო პარკაულებისა და ველიჯანაშვილის ოჯახები არიან. ჩვენი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში საქმე ვახტანგ გომელაურის გარემოცვასთან გვაქვს. ეს კი უკვე არის სიგნალი, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის შემდეგ სუსის ბრიფინგზე ამავე უწყების კიდევ ერთი ყოფილი შეფის გვარსაც გავიგებთ.